როგორც 2017 წელს ჩვენ ისევ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ჯერ არ უნახავს მსოფლიოს. აი რა მინდა ვიყო შვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი. თუ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ეს ცუდი ამბავია მსოფლიოს. Successful comedian, a dictator without elections. Did I say that? I can't believe I said that. Next question. You're right now not in a very good position. You've allowed yourself to be in a very bad position, and he happens to be right about it. From the very beginning of the war. You're not in a good position. You don't have the cards right now. With us, you start having cards. Right now, you don't. You're playing cards. He's got to say, I want to make peace. He doesn't have to stand there and say about Putin this, Putin that, all negative things. He's got to say, I want to make peace. I don't want a ceasefire. I don't want a ceasefire. I want to go, and I wanted this. I want it to end immediately. I want a ceasefire now. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი რუსეთიდან, ველაპარაკებით ამის შესახებ. გვინდა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ომი. ვაპირებ საუდის არაბეთს და ოპეკს ვთხოვო დაწიონ ნავთობის ფასი მიკვლის, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს. ევროპა არ იყო წარმატებული ვლადიმერ პუტინთან და ვფიქრობ მე ვიქნები. ჩვენ მუშაობთ უკრაინასთან ერთად. როდესაც ყირიმს ახსენებ, უნდა თქვათ, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტი იყო ბარაკ ჰუსეინ ობამა. ეს ჩემს დროს არ მომხდარა. შუა მოლაპარაკებებში ვარ თუ და ვხედავ რაკეტები დაფრინავენ და ეს არ მომწონს. თუ ბომბების ჩამოყრა გაგრძელდება, განიხილავთ დამატებით სანქციებს რუსეთისთვის. ვერ ვხედავ მიზეზს რომ გიპასუხოთ, მაგრამ ბედნიერი არ ვიქნები და რაღაცები მოხდება. წარმოდგენა არ გაქვს, როგორ ზეწოლას ვახდენ რუსეთზე. დამიჯერეთ, ძალიან დიდ ზეწოლას ვახდენ. შესაძლოა მას ომის შეწყვეტა ნამდვილად არ სურს. უბრალოდ დრო გაყავს და მასთან სხვა მეთოდით უნდა მოვიქცეთ. საბანკო ან მეორადი სანქციების გზით ხომ არა. ხმაურის დამძინვარების 100 დღე. ტრამპის რიტორიკა და ქმედებები ინაუგურაციიდან დღემდე მხოლოდ ერთი დასკვნის საშუალებას იძლევა. ის არ ქუხს როგორც ელავს. ომის 24 საათში დასრულება რომ წარმოუდგენელი იყო, ჯერ კიდევ მის არჩევნებამდე ცხადი გახდა, თუმცა თუ 100 დღეშიც ვერ მიიღებდა შედეგს, ალბათ მის ადმინისტრაციაშიც არავინ ელოდა. შედეგზე და რეალურ გარიგებაზე შეიძლება ლაპარაკი, ეს ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ უკრაინასთან მიაღწია და მას მინერალების შეთანხმება ჰქვია. ამ დოკუმენტსაც რთული და წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს. მისი გაფორმების იდეა უკრაინაში დაიბადა. შემდეგ ტრამპმა გადაწყვიტა წაიღო ყველაფერი ისე, რომ კიევს ხელშესახები არაფერი დარჩენოდა. სწორედ ამ მიზნით იყო მიწვეული ზელენსკი ვაშინგტონში. უნდა ჩამოსულიყო, ხელი მოეწერა, ევახშმა და წასულიყო. ეს უკრაინის საკითხებში ტრამპის წარმომადგენელი სიტყვებია, თუმცა როცა მართალი ხარ, ომში ხარ, შენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესები ყველაზე მთავარია, იქცევი ისე როგორც მოიქცა ზელენსკი. ბოლომდე დაიცვა საკუთარი პოზიცია და რთული პროცესის ბოლოს შედეგიც მიიღო. Щодо гарантій безпеки, там є окремо. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, იქ არის საუბარი იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დაბლოკოს სამხედრო დახმარების პროგრამები, მაგრამ კომერციულ ნიადაგზე იქნება მოწოდებული პეტრიოტები და სხვა რაკეტ საწინააღმდეგო სისტემები, რაც ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვჭირდება და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისთვის. ამერიკის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რჩება ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად. ამერიკული შეერაგება ჩვენ ძალიან გვეხმარება და ისევ ყველაზე ეფექტური საშუალება იმ ბალისტიკური და ფსოსანი რაკეტების წინააღმდეგ, რასთან გამკლავებაც ჩვენ გვიწევს. გარიგებით შეერთებული შტატებიც კმაყოფილია და ამას არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს. ამ შეთანხმებით შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომში განახლებული ძალით და ენერგიით ერთვება და ამას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების რიტორიკას ადასტურებს. პრეზიდენტმა ტრამპმა უთხრა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში, რომ შენ არ გაქვს ბანკო ხელში, მაგრამ იცით რა, პრეზიდენტმა ტრამპმა ახლა მას დაურიგა ფლეშ როიალი. ახლა შესაძლებელია ავიღოთ ეს ბანკო, წავიდეთ და ვაჩვენოთ რუსულ ლიდერშიპს, ვაჩვენოთ, რომ უკრაინელ და ამერიკელ ხალხს ერთიანი მიზნები აქვს. ჩვენ ამ შეთანხმებით მოვახდენთ უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებას და როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს და როგორც მეც ვამბობ, ეკონომიკური უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული უსაფრთხოება ეკონომიკური უსაფრთხოება. ასე რომ ძლიერი უკრაინა პოსტკონფლიქტურ ვითარებაში დაეხმარება უკრაინელებს გააძლიერონ საკუთარი ეროვნული ინტერესები.
ხელმოწერილ დოკუმენტს რადა უკრაინის პარლამენტი 8 მაისს უყრის კენჭს და მოხდება მისი რატიფიცირება. მანამდე კი ამ შეთანხმებას უკვე მოყვა ამერიკის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები. დამტკიცდა 50 მილიარდი დოლარის სამხედრო პროგრამა, რომლის ნაწილს წელს მიიღებს უკრაინა, ნაწილს კი 2026 წელს. ამას გარდა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 310 მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც უკრაინისთვის გადაცემული F-16-ების ტიპის თვითმფრინავებისთვის, მოდერნიზაცია განახლებას, პირადი შემადგენლობის გადამზადებას და გამოყენებისთვის საჭირო უზრუნველყოფას მოხმარდება. ამის ფონზე ვიცე-პრეზიდენტი დივენსი ამბობს, რომ ომი მალე ვერ დასრულდება, რადგან ეს სრულად რუსულ და უკრაინულ მხარეებზეა დამოკიდებული. ეს არ დამთავრდება ახლავე და მალე. უკრაინელები რა თქმა უნდა გაბრაზებულები არიან, რომ მათ თავს დაესხნენ და იქ შეიჭრნენ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ათასობით ჯარისკაცის დაკარგვა რამდენიმე მილი ტერიტორიისთვის იქით ან აქეთ. გონია რომ ორივე მხარეს საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს და თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება დონალდ ჯეი ტრამპის დამსახურება, რადგან მან მოიფიქრა ეს სამშვიდობო შეთანხმება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ დარწმუნებით ამის თქმა რთულია, რადგან რუსებმა და უკრაინელებმა უნდა გადადგან საბოლოო ნაბიჯები. ჩვენ მათ ველაპარაკებით ვთავაზობთ სამშვიდობო ინიციატივებს, გვაქვს მინერალების შეთანხმება. მგონია რომ მივედით მომენტამდე, სადაც მათ უნდა თქვან საკმარისია დანაკარგები, მაგრამ ეს მხოლოდ მათი სათქმებია. ამაზე პრეზიდენტ ტრამპი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ტრამპმა კი ვატიკანში გამართული სახელდახელო შეხვედრის მერე რიტორიკა შეცვალა, თუმცა ამბობს, რომ პუტინის მაინც ჭირად და ყველაფერში დამნაშავე მაინც ამერიკის წინა ადმინისტრაციებია. ის შესაძლოა მართლაც მატყუებდეს, მაგრამ ვიტყოდი, რომ მას უნდოდეს, რომ ომი შეაჩეროს. ვფიქრობ, რომ არა მე ის მთელს ქვეყანას წაიღებდა, როცა მე წავედი, ამის შანსიც კი არისო, რომ ეს მომხდარიყო. მერე ბაიდენი მოვიდა და ომიც დაიწყო. პუტინი შეიჭრა და მას სურდა მთელი ქვეყანა. მან დაინახა, როგორი არაკომპეტენტური იყო ბაიდენი ავღანეთთან მიმართებაში. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი. მოკლედ შეიჭრა პუტინი და უნდოდა მთელი უკრაინა და ვფიქრობ, მე რომ არ გამხდარიყავი პრეზიდენტი, ის ამას მიაღწევდა. იმას ვამბობდი, რომ დაინახა რა მოხდა ავღანეთში და იფიქრა, ესაა ჩემი შანსი. მე მასთან მილაპარაკია და მას მუდმივად ეჭირა თვალი უკრაინაზე. ჩემს დროს ვერ გაბედა. ამ წარუმატებლობის დროს კი შევიდა. აი ზუსტად ჩემს გამო ის შეწყვეტს ბრძოლას. ტრამპის პრობლემა რუსეთთან მოლაპარაკებებში შესაძლოა მხოლოდ გულუბრყვილობა ან სიფრთხილე არ იყოს და შესაძლოა არც ბიზნეს გარიგების ჭრილში უყურებდეს მას. ტრამპი მოცემულ სიტუაციაში სახელმწიფო ლიდერების ურთიერთობების წარმოდგენების ტყვეობაში აღმოჩნდა. ანუ თუ მე ადამიანს მისთვის სასარგებლო რაღაცებს გავუკეთებ, ვეხმარები მას შეზღუდვების მოხსნაში, ვაძლევს საშუალებას გამოძლეს რთული სიტუაციებიდან, მაშინ ის ადამიანიც უნდა წამოვიდეს ჩემთან გარკვეულ დათმობებზე, მაგრამ პუტინთან ეს ასე არ მუშაობს. თუ კი მე რაღაცებს მithmov, მაგრამ ძალას არ ასხივებ. ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც მიზეზებით სუსტი ხარ. მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ არ შეგიძლია თუ არ გაქვს რესურსები, თუ ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად. მოკლედ, ვერავთ ვერ მემუქრები. ეს ნიშნავს, რომ მე კიდევ და კიდევ უნდა გადავდგა ნაბიჯები. ესაა ორი სტრატეგიის შეჯახება. სტრატეგია, როცა ყველა მოგებულია და სტრატეგია, რამაც ნულოვან შედეგთან უნდა მიგიყვანოს. პუტინის სტრატეგია, რომ ნულოვანი შედეგი და ომის გაგრძელება, ეს სრული პროცესის დაკვირვებისას აშკარაა. მოლაპარაკებები არაბეთში ცეცხლის შეწყვეტაზე თითქოს დათანხმება და შემდეგ პირობების წამოყენება და რა თქმა უნდა, ვიტკოფის ფაქტორის გამოყენება. ტრამპმა საბაზისო მომლაპარაკებლად განამწესა ვიტკოფი, რომელსაც გამოკვეთილად ბიზნეს წარსული აქვს. ამით მან აჩვენა მოლაპარაკებების მიმართულების ხასიათი, თუნდაც სინამდვილეში სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე ფიქრობდეს. პუტინისთვის ეს აღიქმება, რომ უნდა ილაპარაკოს რაღაც კომერციულ საკითხებზე. ამის შემდეგ პუტინი იწყებს ვიტკოფის გადაბირებას, ანუ კგბ-ს აგენტად კი არ უნდა რომ დაიქირაოს. არა, გადაიბიროს როგორც მის მიმართ კეთილგანწყობილი. ამას პუტინი საკმაოდ კარგად აკეთებდა უმცროსი ბუშის ან სხვა დასავლელი ლიდერების მიმართ. იწყებს ამ პროცესს და როცა დარწმუნდა, რომ შედეგი მიღწეულია, დაიწყო იმის კეთება, რაც FSB-ში მიღებული, ანუ დაიწყო პირდაპირ კომუნიკაცია. აი აქ კი მან თავისი დონე ჩამოაქვეითა, ანუ ტრამპმა კი გადასცა ეს უფლებამოსილება ვიტკოფს, მაგრამ პუტინიც დათანხმდა ამ მეორე ან მესამე რანგის პერსონას და ამით თავი დაიმცირა. ამ დამცირების ფასი კი დროის მაქსიმალური გაწელვა უნდა იყოს. დროის გაწელვას კი ორი მიზანი აქვს. ერთი ტრამპის ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაა. ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად პუტინმა გაახშირა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების სარაკეტო იერიშები. მეორე კი ფრონტზე შესაძლო უპირატესობის მოპოვება.
где-то выступал, говорил, что да вы не знаете, как я на самом деле на него давлю. რომელიღაც გამოსვლაში ტრამპმა თქვა, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ ზეწოლას ვახდენ პუტინზე. კარგი, მაგრამ თავარია პუტინი თუ მიხვდარით ემუქრებიან და შეიძლება ემუქრებოდნენ და მე არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ეს მოქმედებაში. თუ პუტინზე ზეწოლა მართლაც არის, მაშინ მან უნდა დაასრულოს ეს მისი გამუდმებული დროის გაწელვა. ჩვენ ვიცით ის ამას რატომაც აკეთებს. ის ელოდება რამდენად პროდუქტიული იქნება მისი გაზაფხული ზაფხული შეტევა, რომ მე უკეთესი პოზიციიდან ილაპარაკოს. აი ახლა გაწია უკრაინელები კურსკიდან, გაიუმჯობესა პოზიცია. თუ კი რაიმე ტერიტორიებს დამატებით დაიკავებს, კიდევ გაიუმჯობესებს. გააგებინა თუ არა ტრამპმა, რომ დროის გაყვანა აღარ შეიძლება, ჩემი აზრით ვერ გააგებინა. როგორც ჩანს, უკვე ვაშინგტონშიც აცნობიერებენ, რომ პუტინთან მიდგომები შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, სამხედრო დახმარებისთვის პირველი მილიარდები ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გამოყო და ასევე ნაწილობრივ შეცვალა რიტორიკაც. ჩვენ აღარ ვიქნებით შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის. ცვლილებების არსი არის იმაში, რომ ორივე მხარეს დავეხმარებით, რითაც შეგვიძლია, მაგრამ აღარ ვიფრინთ თავგულმოგლეჯილი მსოფლიოს გარშემო, რომ რაღაც მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა. ვატიკანის შემდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტრამპი საკუთარ პოზიციაში და უკრაინის შემდეგ თელს ნეხს რუსეთზე გადაიტანს თუ არა ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა პუტინი ჯერჯერობით საკუთარ თამაშს აგრძელებს. მას შემდეგ რაც ტრამპი ტელეფონით ელაპარაკა და პრაქტიკულად დააბრუნა დიდი პოლიტიკის მაგიდასთან, მან გადაწყვიტა, რომ 9 მაისი კარგი თარიღია იმის საჩვენებლად, რომ კეთროვანი აღარაა. შედეგად მან მიიღო წინასწარი თანხმობა მოსკოვში ჩასვლაზე რამდენიმე სახელმწიფოსგან, მათ შორის სი ძინპინისგან, ფიცოსგან და უჩიჩისგან, მაგრამ ეს ორი უკანასკნელი მოულოდნელად ავად გახდა. ავადმყოფობის შესახებ ცნობები კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც პუტინმა 9 მაისოთ სამდღიანი ზავი შესთავაზა უკრაინას. ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ ეს თეატრალური დადგმა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსასვლელად და უკრაინას არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების მიცემა მოსკოვისთვის. უკრაინის შვიდობიან ქალაქებზე სარაკეტო ბალისტიკური დარტყმების შემდეგ უკრაინული უპილოტო აპარატებით დაიბომბა რუსეთის ქალაქები და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორია. ეს კადრები კი შავ ზღვაზე უკრაინული საზღვაო დრონებიდან რუსეთის საჰაერო ძალების Su-30 SM-ის ჩამოგდებას ასახავს. მოკლედ, 100 დღეში ტრამპმა ომი ვერ დაასრულა. ცეცხლის შეწყვეტასაც ვერ მიაღწია, თუმცა ერთი შეხედვით უკრაინიდან ზეწოლა რუსეთზე გადაიდება. მინერალების ხელშეკრულება გაფორმებულია. სამხედრო დახმარებისთვის ტრამპის ამერიკის პირველი მილიარდები გამოყოფილია. საერთაშორისო მედიაში კი სულ უფრო აქტიურად იწერება მეორადი ამერიკული სანქციების შესახებ პუტინის რუსეთისთვის. ესაა მოკლედ ის, რაც მოხდა ტრამპის პირველ 100 დღეში რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში.